ესე იგი, წინაზე ალბათ გახსოვს, რომ დაგვერეკა ჰენრიმ ჩვენ და გითხრა ეგეთი რაღაცა, რომ მოდიო რა, პარკშიო და იარაღი წამოიღო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მაქვს ჩვენთვის სათქმელიო, ანუ რაღაცა თემასავით იქნება ალბათ. ხო და მივდივართ ახლა გავარკვევთ თუ რა ხდება, რა უნდა ჰენრი ჩვენთან, რა სალაპარაკო აქვს შემდეგ. ხო და მანამდე კიდე რაღაცა მინდა რომ გითხრათ ამ თამაშთან დაკავშირებით. ესე იგი, ერთმა დამინწერა რომ Far Cry-ზე რატო არ იღებო ვიდეოებს, ანუ რატო არ გააგრძელეო, თუ არ ვწდები ერთი ეპიზოდი ვითამაშე Far Cry და მე გავანები თავი და აღარც გამიგრძელებია რა და მინდოდა რომ გამიგრძელებინა. მაგრამ რო გადავხედე, ანუ იმას რომ არც ნახვები ქონდა, არც არავინ არ უყურებდა რა. ასე თუ ისე ჩემსაც კიდე ვისწორებდი იმ პერიოდში, იმიტომ რომ იმ დროს უფრო მომწონდა თამაშები და ეხაც მომწონს ან როცა ვიღებ თამაშს, მაგრამ ერთი პრობლემა სულაც მაქვს არის ის, რომ კომპიუტერში არ მაქვს საკმარისი ტევადობა. ეხლა მაქვს დარჩენილი რაღაცა 50 გიგაბაიტი დაახლოებით და მაგ 50 გიგაბაიტს ფაქტიურად იკავებს მთელი თამაში. მთელი თამაში რა, ანუ ვიდეოს რო ვიღებ ხოლმე და მე ვაედიტებ, ფაქტიურად ეგ ვიდეო არის რაღაცა 30 გიგაბაიტი. ხო და ესე რომ ვთქვათ, ანუ საშუალება რომ სხვა თამაში გამოვწერო ან რაღაცა მსგავსი გავაკეთო, იმდენად არ მაქვს. ეხლა გამოწერილი მაქვს Counter-ი, Mafia 2, Dead by Daylight და Battlefield 2042. მეტი თამაში არა, იმიტომ რომ ფაქტიურად აი არ შემიძლია რომ მეტი გამოვწერო. არა და მინდოდა რომ ეთამაშა Borderlands-ი მესამე ნაწილი, იმიტომ რომ პირველი და მეორე უკვე დავხურე, კიდე pre-sequel-ი ქვია რაღაც ეგეც დავხურე, მაგრამ მესამე მინდოდა რომ ეთამაშა უბრალოდ 100 გიგაბაიტია და მაგის ეხლა საშუალება არ მაქვს რომ გამოვწერო ამ კომპიუტერში. ხო და ამას ეხლა იმიტომ გეუბნებით რომ თურმე ესე იგი მაფიას, ანუ ამას ქონია ორი ნაწილი. ეხლა ფასდაკლება არის სხვადასხვის $6 ღირს თუ არ ვწდები, Mafia 2, ანუ ეს მესამეც Mafia 2 კლასიკი, პირველი და პირველი კიდე კლასიკი. ოღონ კლასიკი ძალიან ძველი არ და შეიძლება ვერ ითამაშოთ, მაგრამ მაინც. და თუ გინდა შეგიძლია იყიდოთ ეგ ოღონ Steam-ზე. და გექნება თქვენც უკვე ეს თამაში ოფიციალურად. და რა უნდა მეთქვა არის, რომ ამ თამაშის ეხლა მე ვთამაშობ Definitive Edition-ს, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი არის გაუმჯობესებული. ოდნავ გაუმჯობესებული რა. მაგრამ ასევე გქონია კლასიკიც. და მე მოგიყვებით მაგასაც. ესე იგი, რაღაც ინფორმაციას ვიზებ რა კარლოს ბიზნესზე. და კლამენტი იმიტომ მოკლაო, რომ ეგეც ყიდიდაო რა ნარკოტიკებსო და უბრალოდ იპარავდაო კლიენტებსო. Frank Vinci. Where'd you get all this? I talked to a few people I trust. Okay, so what does this have to do with us? Of course, if he can do it, why can't we? A kilo of heroin costs $2,500 over in France. Then it's another $1,000 to get it here. And we pick up 11 grand for just driving the stuff to the dealers. That's $7,500 profit a kilo. Yeah, but what about Falcone? Carlo won't find out. And even if he does, he'll just threaten us and demand a cut. All right, but if Carlo's the only big supplier in the city, where are you going to buy the stuff from? I'm way ahead of you. What do you two know about the Tongs? The Chinks? Some kind of organization for Chinese immigrants, right? That's what I said, the Chinks. Right, but it's also a front for their other operations. They run the Chinese quarter, and they keep to themselves. Უსე ბაგიხსნით ახლა რაც მოხდა, იმიტომ რომ ბევრი ლაპარაკი იქნება აქ დიდი ვარაუდით და მაინც რო კარგად გავიგოთ თუ რა ხდება ისტორიაში. ესე იგი, სახელები კიდე გეუბნებით ახლა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ Falcons არ ეუბნებიან იმას, რომ ამათ უნდათ რომ გააკეთონ ესეთი რაღაცა. მოიპარონ ან გაზარსონ ნარკოტიკები მე გამოვიტანონ აქეთ და ფაქტობრივად გაყიდონ და მაგის დახმარებით მოიგებენ ესენი ძალიან ბევრ ფულს, ანუ ჰენრი, ჩვენი ვიტო და კიდე ჯოუც, მაგრამ Falcons არ ეუბნებიან, იმიტომ რომ მაგას რო უთხრათო, მე მაინც ეგ წაგვართმევსო რა ნახევარ მოგებასო და აზრი არა აქვს, ხო და მაგიტო ეხა მეორე ბოს ცდილობენ რომ წაართონ ნარკოტიკები, იმიტომ რომ ერთმანეთის მოკლა იმიტომ უნდა ვამბოსებსო, რომ ეგენიცო ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობენო და ერთმანეთსო რო არ წაართვანო ვითომ კლიენტებიო, ერთმანეთსო ხოცავენო, რომ არ იყოსო რა მე შეჯიბრი რა მაგ ნარკოტიკების გაყიდვა გამოყიდვაში. და ეხა ნუ გეგმას აწყობენ რა რაღაცას. But some of them are interested in doing business with outsiders, and they need middlemen since most people are afraid to deal with them. And we're the middlemen. Yep. They'll give us 10 kilos to start. For how much? 35 grand. And we can sell it for 110. ესე იგი, nice. Okay. Well, ნუ რო გაყიდონო რა რაღაცეები, ამათ უნდათ რომ ერთი კაცი იყოს შვაშიო, ანუ ხო ისე აი ორი როცა ლაპარაკობს ერთმანეთში, მესამე იქნება შვაში და მესამე კიდე ბიზნეს გააუკეთებს მაგ პირველს და მეორეს და ეგ მესამე კაცი ვიქნებით ჩვენო. მოვყიდიანო, მოკლედ $3,500 თუ რაღაცა ნარკოტიკებსო და მე ჩვენ გავყიდით მაგას
10,000 თქვა თუ 100,000 აღარ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეგრე. Where the hell are we gonna get our hands on 35 grand? და ნუ 10 კილოს არ ვიღებთ რა. და 3,500 დოლარი როგორ ვიშევოთ? Now that means our take is over 20 grand a piece. Not bad for just moving the shit from one place to another. ნუ სამუშაოს ავითარი რა, ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა წავიღოთ რაღაცა. Of course, Vinci was right. Drugs are bad news. They kill people. Look. ვინჩი მართალი იყო რა. Deadbeats and losers. If they want to kill themselves so badly, I'd gladly help them out. Especially for 20 grand. ხალხს კლავსო ნარკოტიკებიო, ვიტომ თქვა და ჰერიმ თქვა, ნუ ისეთ ხალხს კლავსო ეგ ნარკოტიკებიო, რომ საზოგადოებას მაინც არ ადგებიანო და ეგენი თუ მოგდებიანო არ აუშავსო. 20 fucking grand in one afternoon. 20,000 დოლარი ერთ ღამეშიო. ნუ გაიყოფენ მერე. კარგი, ნუ აქ ახლა ხდება უკვე დაახლოებით იგივე რაღაცა, რაც პირველ ნაწილში იყო. Okay, let's go. აი, ნუ გასაგები არის. როდის დავიწყოთ და დღესო რა, დრო აღარ გვაქვს მეტიო და დღეიდან ვიწყოთ და პირველ ნაწილში კიდე იმიტომ გეუბნებით, რომ პირველ ნაწილშიც ისე გააკეთეს საქმე ტომიმ და კიდე მისმა კაცებმა რა ტომიმ და პოლმა თუ არ ვსწრები, რომ ესე იგი არ უთხრეს რა ბოს თუ რას აკეთებდნენ, რომ ბანკს დარცვავდნენ და ბანკი რო გაძარცვეს, მერე ერთმა ჩვენიანმა ჩაგვიშვა და ნუ მაგის გამო მოკლეს და ეხლაც იგივე სიტუაცია არის რა, ანუ სამი კაცი ვართ, სამივე რაღაცას გეგმავთ, შეიძლება ერთმა ჩაგვიშვას და მერე შეიძლება ბოსმა მოკლას, ანუ ფალკონმა. ბრუნო ქვიაო რა, ერთ კაცო, ვისაც შეუძლია რომ მაგდენი რაღაცა გააკეთოს. ნუ ყელავთო რა, მოგცემსო ფულს, იმიტომ რომ ვიცით, მეტი ადამიანი არ ეცით ვინც ფულს მოგცემსო? სამი ვიციო, მაგრამ კალი და ვინჩი არ მოგცემსო. მესამე ვინ არისო? ბიზნესში აღარ არის უკვე ეგო. Oh, that guy. Come on. ეხლა ჩვენზე ლაპარაკობს რა, ესე იგი. All right, so Henry, what is this guy? ანუ სამი კაცი არისო რა, ბოსებზე ამბობს ეხლა და მაქსამიდან ერთი ვინჩენსკო და ფრანკიო და ეგენია, მოკლედ ფულს არ მოგცემენ ეგრეთ ყველადო და მესამე კაცი ვინაა, ვინც მოგცემდაო ფულსო თუ რაღაც ეგრეთ თქვეს რა და მესამე კაციო თქვენ რომ მოკალი თუ ეგ არისო. It's just something. I think he gets his money from some of the bosses from out of town who sit on a commission. Yeah? No shit. Yeah, which is why we can't stiff the guy. Besides, we gotta keep this quiet. Can we trust him? Sure, wise guy's been borrowing money from this guy forever. As long as we pay him back on time, we won't have a problem. ნუ თუ გადაუხდითო უკანო მალეო პრობლემა არ გვექნებაო რა არანაირი. აი, ნუ მე მგონი უფრო უკეთესი იქნება ამ თამაში რომ მივყვეთ ამ ისტორიას და წინასწარ ლაპარაკს ჯობია რომ მივიდეთ იმ ადგილებზე და იმ ადგილებიდან მე როცა უკვე ფიზიკურად დავინახავ ვიღაც ადამიანს, აი რატო გამოვიდე ხა აქეთ. ხო, მე უფრო ვიცნობ, ვიდრე ესე რომ ლაპარაკობენ და რაღაცას ამბობენ, ხა ცოტა რთული არის იმის გაგება თუ ვინ როგორია, ვინ რა არის და ასე შემდეგ. და რასაც გეუბნებოდით, ანუ არის ესე იგი კლასიკური თამაში, ანუ მაფიაური, იგივე არის ფაქტიურად, არანაირი განსხვავება არ არის და არის Definitive Edition-ი, ანუ ეს. რომელიც ვითომ ცოტა უფრო გაზლიერებული არის და ვითომ ცოტა უფრო გრაფიკულად კარგი არის, მაგრამ ეს არის 50 გიგაბაიტი და ის კლასიკი, რომელიც ფაქტიურად იგივე არის ამ თამაშივით, არის 7 თუ 8 გიგაბაიტი რა. მე კიდე სულელურად გადმოვწერე ეს, რომელიც არის 50 გიგაბაიტი და კლასიკი არ გადმოვწერე, იმიტომ რომ მეთქი იმდენად ძველი იქნება, რომ ჩემი კომპიუტერი, ანუ ახალი Windows-ი მაგ თამაშს არ გახსნის თქო. და მაგიდან გამომდინარე, გავაკეთე ესეთი დებილური რაღაცა მოქმედება რა. თორე ხა 50 გიგაბაიტის ნაცვლად დაიკავებ და 8 გიგაბაიტს ეს თამაში. ბრუნო უნდა ვნახოთ ჩვენო. არა, არა უშეს, ნუ ფაქტობრივად უკვე დახურული არის და ხა თავიდან ხოლმე დავიწყებ თამაშს. ეს რა ჰიტლერივით არის. ესე იგი იარაღებით თუ გაქვს დადავით ვაგერ, იმიტომ რომ უნდა გნახოთო რა. მაგრამ ბაგიანი ეს თამაში რა, ვითომ გამარჯვებული კია, მაგრამ ბევრი ბაგები არის. მაგალითად ის რომ ხმა არის მის და მუსიკა არის მის ზოგჯერ. Salam Henry. რატომ მოხვედი ვაკო? $3,500 მინდა $20 თუ. ეგ ბევრი ფული არის. ძალიან ბევრი ფულია. რატომ უნდა მოგცე მაგდენი ფული? დამარწმუნია მიდიო. I got a short thing. You'll have 45 by the end of the week. 45 გექნება კვირის ბოლოს, ანუ დაგებრუნებო რა მაგ ფულსო. რა გაქვს ეგეთი გეგმაო რა. მაგას ვერ გაგიმხელო. Then 45 is not enough. მაშინ 45 არაა საკმარისია. 65. It's a bit steep. 6500 მომეციო.
50's all I can do. ეგ თუ და ბევრი არისო რა. Henry, I have no guarantee I'll get my money back. And you have nowhere else to go. მე გარანტია არ მაქვს იმისი რომ შენ ფულს დამებრუნებ უკან უნდა შენ კიდე სხვა გზა არ გაქვსო რა მაქედან გამომდინარე 45-ის ნაცვლად 6 გავაკეთოთ Final offer. არაო Anything more than that is not worth my 55-იო რა time. Deal. I'll give you $35,000 today and you'll give me $55,000 by Friday. ესე If იგი you don't pay it back by then, the debt goes up by 10,000 every week. 35-ს მოგცემო ეხაო და შენო You'll get it მომეციო by Friday. შენ მომეციო 55-იო თუ არ მომიტანო მაშინ კვირაობით ეგ თანხა გაიზრდება Now you know I trust you, Henry, but if you screw me, იცი რომ გენდობიო რა მაგრამ words from the Bible. დაიმახსოვრეო ეგ სიტყვები My ბიბლიიდანო wrath shall wax hot, and I will kill you with the sword, and your wives shall be widows, and your children fatherless. Exodus chapter 22, verse 24. I'm Biblia impressed. ესე იგი იცი You სამონდა don't seem like the church-going type. But just remember, მოკლაო რა ესე იგი თუ the money მეღალადებო isn't mine. So even if you get rid of me, that doesn't get rid of your debt. დაიმახსოვრეო რომ Funny business. თუ მე მომკლაო Sure, Bruno. Thank ფული you, ჩემი Isaac. არ არისო და მაინც ვერ You wanna გაიქცევიო count it, შენო Henry? გინდა რომ დაითვალო I'll take your word for it. Άρα. I'll bring it back on Friday along with yours. პარასკევსო მოგიტანო რა I hope შენს so. წილსო Good luck, boys. წარმატებებიო ესე იგი ერთი რაც ვერ მივხვდი ანუ ჩემი ინგლისური მღალატობს ეხა რატომღაც კარგად ვერ დავმუღამე $3,500 ამბობდა ეს რომ $3,500 მოგცემო თუ $35,000 მოგცემო 35-ს ვიტყოდი მაგრამ საქმე ისაა რომ ამ პერიოდში ეგ არის რაღაცა ძალიან ბევრი ფული რა მილიონივით არის ჩემი აზრით 35,000 მით უმეტეს კიდე ის თქვეს რომ 100,000 იქნებაო მოგებაო და მე მაგას გავინაწილებთო ვითომ თითოზე $20,000 და მე მგონი ეგრე თქვეს რომ 35,000 ავიღეთ და magას უნდა მივცეთ მე უკვე 55,000 Of course. I told you get ოჩა ჰენრია მოგითხარი მომცინდა ფულსო good, Henry? You ბიბლია როგორ იციო ეგრე კარგად უკითხულობსო I go to church on Sunday, so I asked the priest one time. აა go to church? ბრუნო ესე იგი ყოველთვის იგივე ციტატებს იყენებსო ბიბლიიდანო რა და მაგიტო დავმახსოვრეო Yeah, that pretty much sums it up. Jeez, I ain't been there since 45. What? That time your mother made you go to confession? Yeah, that night she 45 წლის მერეო არ ყოფილვარ რომ მე ბიბლიაში რა ქვია How about you, Joe? ეკლესიაში Easter, Ah, that ain't too bad. 1941. I take ჯო that მე back. 51 წლის მერე არ ყოფილვარ რომ მაშიო just figuring that out. ეკლესიაშიო და ჰერი მუთხრა კაი მაშინ შენ მიდიხარო ეგრევე You ჯოჯოხეთში know, I heard about a long სხვადასხვის მაფია 3-ის გეიმპლეის უყურებდი ანუ არაფერი არ დამესპოილერებია ჩემი თავი უბრალოდ მაინტერესებდა ჩემს ვიდეო პარაცე თუ გამიკაჩებდა მაფია 3 ხო და გადავხედე რა რაღაცა ვიდეოებს და რო დავაკვირდი ანუ ჯერ ერთი შავკანიანი თამაშობ მაფიას და არ ვიცი ხა იქ მოქმედება რომელ წელს ხდება დიდი ვარაუდით რაღაცა 1960-ში ან რაღაცა მსგავსი ეგეთი და შავკანიანი მაფიის წევრი თან სტერეოტიპულად რაღაცა ვითომ დაკუნთული შავკანიანი პლუს კიდე მანქანების მექანიკა ანუ მოძრაობა და რაღაცები საშინელი იყო იმასაც წერენ კიდე რომ ვითომ მისიები არის ძალიან ერთფეროვანიო და ნუ არ ვარ გავა რა არაფერ თუ ეგ თამაშია პლუს კიდე ქართველებიც მეუბნებიან კომენტარებში რომ მაფია 3 აი საშინელება არისო და ვითომ არ გირჩევო მაგრამ არც მე არ მინდა თამაში სიმართლე გითხრათ მაგრამ საქმე ისაა რომ ეხლა რაღაც დავიწყო უკვე მაფიების სერიების გადაღება და რაღაც უკვე ფაქტობრივად მოუჩიეს მეორე მაფიაც რაღაცმაკლი ანუ მე დამატებითი ისტორია რაც აქვს რაღაც 6 საათიანი თუ 5-იანი მაგასაც კიდე გადავიღებ მაგრამ ანუ მთავარ თამაშს და მთავარ ისტორიას ფაქტობრივად უკვე მოუჩი ხო და მაგით ვფიქრობდი რომ მეთქი ბარემ ჯანდაბას თქო აი ჰა გადავიღებ მე უკვე მესამესაც თქო და ეგრეთ ვიზამ All right, follow me, fellas. მეოთხე რომ გამოვა ეგ არ გამიკაჩავს მაგრამ იქნება მაგამდე სამსახური ვიშოვ წესი არის ანუ რეალურ ცხოვრებაში და კომპიუტერი ვიყიდო ან რა ვიცი იქნება და გამომწერები მოვიმოტო ბევრი ისე რომ სპონსორი მყავდეს და მე თქვენს ხო ხდებით ახლა ვიღაცამ აი კომპიუტერი ვითომ კომპანიამ გამოაგზავნოს სავით მაგრამ ეგ არ მოხდება ალბათ 1-3-4 წელიწადი შეიძლება მეტიც კიდე ნახოთ როგორ გამომწერდება ყველაფერი ერთ სიტყვით მაგრამ ნუ კაი იქნებოდა რა თქმა უნდა We got some business with your boss. შენს ბოსთან რაღაცა ბიზნესი გვინდაო რა წამოყევით ამაო მისტერ ვონგი გელოდება თქვენ აი იმდენი სახელები არის რომ აი ფიზიკურად ვერ ვიმახსოვრებ რა ამ სახელებს
ფალკონი მახსოვს, ლეო მახსოვს, ჰენრი და ჯო რა თქმა უნდა მახსოვს და მე იმდენად არავინ. რეალურად ეხლა ვინ შენთან ახლოს არის, ანუ იმ პერსონაჟებთან კარგად გაქვს კავშირი და გულში კარგად გრჩევა და ეხლა ჰენრის ან ჯოუს რაღაცა მოუვიდეს, აი გული დამწყდება რა თქმა უნდა, მაგრამ დიდად აი სხვა პერსონაჟებს ვერ მიმახსოვრებ, აი უბრალოდ არ შემიძლია. წიგნებსაც კიდე რო ვკითხულობ, აი ეგრევე მუღამ მეკარგება, რომ დასაწყისშივას რაღაცა 20 პერსონაჟი არის გამოკვეხებული. აი რატო? ხო და ნუ ეგ არ მომწონს ერთი, მაგრამ რას იზამე ხა? არა უშვის. აი ბიზნესმენებიც კი წამოვედი ისე. აბა ეს ტიტველი ქალები ყველა გამdaიყოს რა თქმა უნდა გაკვეხებული. ეს გუნერები. ეს კუდარია? არა. აი ხმის აუდიო სისტემა აქვს ძალიან საშინელი ამ თამაშს. ჰერი, სალამიო. Let us get straight to business. აი ეგრევე ბიზნესი დავიწყოთ. Heavy enough. ძიმი არის საკმარისათო და შენ თვითონ ნახევ რა. 是10磅重的20元美金钞票，一共35000块。 All right. ოსტრალიანებით არისო სავსე. Bring the goods. აი წაიღეო და You're a good მომიტანეო. man, Henry. მომიტანეო ნარკოტიკები. Here is your merchandise. ჰენი შენ კარგი Each კაცი bag ხარო და contains 1 kilo. Each kilo weighs a little more than 2 pounds. ესე იგი 1 კილო არის თითო ყუჩიო. რომელი გინდა რომ გატესტო და რას გულისხმობს არ ვიცი. არის თუ არა 1 კილო ალბათ. იმას ტესტავენ. აბა არის 1 კილო თუ არა? არის. მე მგონი არის ხო? ეხა ჰენრი ამოიღე ხმა? Okay, we're good. I'm glad. გასინჯა? Next time we can give you twice the amount. კაი, შემდეგ ისე უკვე ორმაგად მოგცემთო რა მეცო. Mr. Wang. The pleasure was all mine. კარგი იყო შენ და ბიზნესიო. ხელი არ შემოვართა, იმიტომ რომ ნუ ტრადიციულად რაღაცა მოვხდებით ხა თქვენს. Knock it off. See how easy that was? გაჩერდიო რა. ხო ხედავ რა ადვილი იყო. ეხა მანქანაში წავედით. კაი, ეხა ეს უნდა წავიღოთ, მე მგონი სხვასთან. Now we just got to make the exchange and we're done. ეხა გავცოლოთ ესენიო და ვსვო რა. საერთოდ Hunters, მივიდივართ. I got it all lined up. დამშვიდიო რა, ანუ ყველაფერი უკვე მაქვსო რა მე დაწყობილიო და თქვენ მაგაზე ნუ იღებლებთო. კიდე გეუბნებით, რაღაც მაფია ქვია ამ თამაშს, დიდი ვარ, ხო თქვი. Fucking set up. ვაპირებდი ეხა თქმას რომ რაღაცა ცუდი მოხდება თქვა აქ. დააგდეთ რა ეგენიო, რაღაცა კაი ფასწავლები გაქვს. Wait a minute, these guys ain't cops. ესენი არ არიან პოლიციელებიო. Bastard, shoot Vito! აბა ვინ არიან ესენი? Vito, watch our back. Back me up, Vito. ოჩახ შო ერთი კაცი მაინც მოკალე მთელი თამაშის მანძილზე. Hold on. I got him. მოიცა ვინ არიან ესენი აბა კაცო? Shit, let's go back that way. Come on. Run. ნარკოტიკები? წაიღო იმან. Move your asses. არ წაუღია კაცო, სადაა ნარკოტიკები? Vito, watch our back. ვიდეო შენ უკან იყურეო და სავიყურე კაცო უკან მაცალე ერთუთი. ადროს ტენის. Sense staying up here. Let's get down there. Vito, kick the door in. მე რატომ იმენტებ კაცო შენ გააღებ გარები? აი ჯანდაბოს. მოიცა აბა ვინ იყვნენ ესენი ვერ გავიგე ხო რომელი ბოსის ხალხი იყო პოლიცია არაო ესენიო და მეც რატომღაც მეგონა რომ ეგ ჩინელი პოლიციას და გარშემოუშვებდა ეგრე მარტივად. Come on, fuck you. Yeah, bring it on. Nice. You shoot like my sister. ამან ხო ტვინი წაიღო რა ჩემი დასავითი სვიო შენ რა მაშინ ერთი შენი და როგორ ისვრის მომიყვანე აქ და დავაჯიბირებ Back me up, Vito. საიტებო კაი მოდი ქვემოჩავით ეხლა მე მგონი ჯობია უფრო რომ უკიდან დავადექიო შენ მაცალე კაცო ერთი წამი შენ არაფერს არ აკეთებ და Want to get on your bad side? ეს ვიგენებია აუ ერთი ტყვია ხვდებოდეს ამათ და არ დავეძებ მე რომ მოხდეს ეგრევე ვკვდები სო ეგა კაი ბიჭებო გავასწრებ ყველაფერი მე გავაკეთე რა თქმა უნდა საქმე აქ როგორც ყოველთვის უიმე აიმე სინი საიდან გაჩნდნენ აქ ეგ არ მომწონს რა ერთი ამ თამაში რომ აი ძალიან მალე გაკლდება სიცოცხლე ისინი არ გვკვდებიან ხოლმე ხა იმიტომ რომ ზოდა უიმე საიდან გაჩნდა აქ ეს ტიპი
ნუ ცოტა რთული იყოს თამაში რა, მაგიტომ არ გვდებიან ისინი მალე, მაგრამ მე ეგრევე გვდები. კიდე გაჩდებიან ეხლა ალბათ ხო? კიდე მოდიან, რა თქმა უნდა. კაი, ნუ ეხლა რა თქმა უნდა, არ მეძებდი, მაგრამ მაინც. ანუ მაფია არ იქნებოდა ისე და სადა აბა? ანუ ისე არ წავიდოდა ეს მისია, რომ რაღაც არ მომხდარიყო ცუდი, მით უმეტეს როცა ნარკოტიკებს ეხება საქმე. ეგარი, всё. დასაწყისში კიდე ბოდის გიხდით, იმიტომ რომ მომიწია რომ დამეპაუზებია, რომ რაღაც ამეხსნა თქვენთვის და მიუხედავად მაგ პაუზისა კიდე რაღაცები დამავიწყდა, იმიტომ რომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ აი ამ სახელებს და ვერ ვაქცევ ზოგჯერ რა ფიზიკურად. იმიტომ რომ იმდენი სახელები არის, რომ აი ავიცი. მაგრამ კაი მანქანა ვითხრით უკვე თეთრი სალონით, შავი მანქანა, განგსტერების, მაფიის და წავედი ხო, მაგრამ ნარკოტიკები არ წამოუღია ამათ, არ ვიცი რას აპირებენ, ან როგორ აპირებენ ბიზნესის გაკეთებას, მაგრამ მაინც სამწუხაროდ მანქანის დამტრევა გვიწევს. You're still breathing, ain't you? Shit. მოვკლაო და ხოსუნთქაო კიდევ. მე ძალიან ახლოს იყო რა, ზედმეტად ახლოსაც. კი რაღა მოვკვდით. Not over yet. აუ კიდე აქ They're coming არის. after us. Fuck. Lose him. მოდიანო. Got him. Oh, you all right? It's just a scratch. აუ. All right, Pete. Go. Die already. პოლიცია არა ეხლა როცა გინდა. ოურა შევასრიალე. კაი იყო ეგ მაშინ. ის ხოდაშორის მანქანების შეკრება რამდენი ხანია არ ჩატარებულა ქუთაისში. ცუდი არის ძალიან, არა და მინდოდა მისვლა, მაგრამ ანუ არ ხდება რა, იმდენად საინტერესო არაფერი მაგ მანქანების შეკრებებზე. ძირითადად ერთი და იგივე მანქანები არის და კაი მანქანები არ გამოყავთ ხოლმე და არ ვიცი რატო შვებიან ეგრე. What the Mara, fuck nu- was that, Henry? პოლიციის დაედაკა ის. Somebody else must have known about the deal. ეგ რა იყო და Definitely weren't real cops. ვიღაცა მოიცოდაო რა, Trying to fuck us. რომ მაგას I ვაკეთებდით. doubt it. Look, I'll figure it out. But first we gotta გავარკვევო რა, არა პრობლემა, უბრალოდ ჯერ წავიღოთ ეს ესენიო იქო. Right. Hope this deal goes better than the last one. იმედია ეს იმაზე უკეთდება ვიდრე So Bolo who's selling the წავიდაო. stuff to? A bunch of different guys. ვისყიდით ამ რაღაცეებს და What do you mean a bunch of ბევრ different ვიღაცა guys? კაცებსო და რას გულისხმობ ბევრ ვიღაცა ტიპებსო. Guys. What did all that shooting back ბევრ there ვიღაცა make you deaf? ტიპებსო. I thought you said we were just moving this garbage from one place to another. მე მეგონა რომ ერთი ადგილიდან მეორესთან Money მქონდაო selling ესო. smaller amounts. Would have been really nice to know. ხო, before we მაგრამ agreed to go in on this. უფრო მეტ ფულს იშოვიო რომ სხვადასხვა ტიპებს მიყიდეო. You probably wouldn't have. Yeah, exactly. Hey, the best you can hope for right now is to spend the next 30 years of your life breaking your ass for Eddie and Carlo before you either get bumped off or end up back in the cab. The only time you're ever going to see cash like this is if you stick your neck out. Besides, I ever steer you wrong? Well, there was the OPA job, and that time we almost got killed when we whacked that fat fucking Sand Island. All right, enough. None of that matters after today. Let's just get the hunters. And don't worry, we're never going to have to see these scumbags again after today. Unless this turns into a regular thing for us. Well, all right, let's just concentrate on getting through this one before we go making მოკლედ, plans like that, all right? Hey, I'm just saying. ასეთ ფულსო ვერ ნახაო რა ვერ სადო და მაგიტო ცოტა რისკი უნდა იყოსო. Smooth sailing, fellas. და ჰერი მუთხრა მერე შენო რა, ანუ როდის გამიკეთებიო ცუდი სამსახურიო რაღაცაო და ჰერი მერე შეახსენა რომ აი წარსულშიო ხო იციო რაღაცა რომ დამავალეო და მაგის გამო დამიჭირესო. ნუ მაგაზე ვარ ვილაპარაკოთი ჯობიაო რა, დაივიწყო ეგო. იმედია ყველაფერი კარგად წავა, თქვენს რა ამოთმა და მერე ჯო თქვა რომ ან კარგად წავა ყველაფერი, ან კიდე ისე წავა როგორც ჩვენი საქმეები მიდისო, ანუ ცუდად რა, რომ აი სროლები და რაღაცები არის. აბა მივიდით უკვე? აბა და მეგონა რომ ჯერ ვერ მივიდით, მაგრამ Here we are. ესე იგი ბევრი ვიღაცებს უნდა მივყიდოთ, ანუ სხვადასხვა He's a ტიპებს. tough guy, so no wise ass comments. All right, Joe. ესე იგი ესენი ცოტა ისეთი ბიჭები არიანო რა და იდიოტური რაღაცა არ თქვა თუ. აჰა, გასაგებია აბა. Hey guys, how you doing? Hey, როგორ man. ხარ თუ? Come on in. შემოშიგნით. აბა როგორია? Shit! It's smoke. Fuck. კაია დაიხშე სოდაო მოგდი გინაღო. მე 12 თავის მორჩა, აჰა, კიდე რა თქმა უნდა ეს მუსიკა არის მის. Hit the jackpot. მოვიგეთო რა ჯეკპოტიო. მოიცავ ჯერ არაფერი არ გამოხდარაო რა. All of a sudden, money don't make you happy. რა მოხდა ვამ ფული არ გახარებსო? When you get your cut, then you could be happy. All right. მოკლედ ბრუნოსო რო გადაუხდით ფულსო და შენს წილს მიიღებო, მე რეიყავიო ბედნიერიო და არა ახლავ. აჰა, ეხა ხმა ვაფშე გაქრა, არა. ანუ არც ლაპარაკი აღარ ისმის და
ნუ ნენელა ვყიდით რა ამ ხალხს ესე იგი ამ ნარკოტიკებს. თან კილო მე მგონი ძალიან ბევრი ღირსო და მე მგონი ესენიც კიდე კაგრას ეწევიან, ან კიდე იყენებენ მაგ ნარკოტიკებს. და ეგრე შუა ქუჩაში ესე იგი დღისით, მზისით ნარკოტიკებს აძლევენ ერთმანეთს? ანუ ერთმანეთს რა? აი აქ უკვე ეგ არ უნდა ექნა, არ მოეწონა ალბათ. გემო არ მოეწონა, მაგრამ მე მგონა რომ მაგას პირდაპირ ცხვირით იღებდნენ და არა, რა ვიცი, სინჯობდნენ რა ეგრე. მაგრამ ამდენი საიდან, ანუ ამდენი ნარკოტიკი ოპა, პოლიციამ დაგვინახა სამწუხაროდ. არ ვიცი, ანუ რა უნდა ვილაპარაკო ხა ამ თემაში, როცა ხმა არის საერთოდ არაფრის, არც მუსიკა, არც ამათი ხმა და არაფერი. მე მგონი ფული ჩაუკვიჭე ხა ჯიბეში და ფაქტობრივად მოისყიდა ესენი რომ აქედან წადითო. მაგრამ იმასთან რა ხდება იმ ბოსთან რა, ანუ მივდივართ იმასთან და ფულს უბრუნებ თუ არა? იმიტომ რომ 55,000 უნდა მივიცე თუ არ ვსწრები. და ესენი ალბათ საქმისგან დაიღალეს ესე რომ ვთქვათ. ამათ ხა არ მიცე ფული რა, არ ჩაუკვიჭოთ ისედაც არა გაქვთ ბევრი. მაგრამ გამოზვანულები არიან ისე, ნახე რა მაგდაცვიათ, შეიძლება კაი ფული იშოვოს მართლაც. და მე მგონი მე 12 თავი უკვე მოვჭა ამითი, ახლა გადავალთ მე-13-ზე და მერე უკვე იქნება ალბათ ის, ხო, აი მე-13. და ახლა გადავალთ უკვე იმ თავზე, როდესაც უნდა შევხვდეთ ჩვენ ტომის და არ ვიცი ხა პირველი ამდენმა ნახეთ ამ პირველი, მოკლედ არ მინდა რა სპოილერი იყოს, მაგრამ You ain't even gonna give me a tip? You want a tip? I'll give you a tip. შენ ჩაისვიძას არ მომცემო? Always the gentleman, huh, Joey? ტრაგზე არ მოგწევს უკარებიო, როცა გავხვალ აქედანო. Wanna come join me? ეს ვინაა კიდე? ეს ის გოგო არის. I hope there's room for 3 in there. ჩვენ დავეხმარით. აუ, ეხა ეგ ჯგუფური რამე იქნება თუ რა ხდება? შენ შემოდიო და კაი ამოვჭი მე ჯანდაბას. თუ არა, არ შევდივარ არა. კიდე კაი. ეს ვიღაა კიდე? კაი, კიდე გვირეკავენ რა თქმა უნდა. მოდი გავიგოთ ეხა რა უქნა ამ ყველაფერს ამ ჯოუმ? გადაირიე ეს. შენ გამოაშტერე ეს კაცი? ეს სამზარეულოც რას გავს? ეს აგერა. მაგრამ ჯოუსა და ჯო აქ შევიდა. აი, ავიღოთ ეხა რა ხდება, ვინ გვირეკავს და რატო გვირეკავს? ჰენრი ალბათ? ბარბაროს ბორდელო. ვიტო, ჰენრიორ. პრობლემა შეიქმნა. რა პრობლემა აბა? ედიმ ნახაო და კარლომ გაიგო ყველაფერზეო. 60,000 უნდაო. ედისო. და რა უქნა თუ? არ ვიცი, ბრუნოს ისო არა გვაქვს რა საკმარისია. მოდი პარკში შემხვდიო, იმიტომ რომ ტელეფონზე ვერ დაგელაპარაკებიო ყველაფერთან დაკავშირებითო. ჯო, უნდა წავიდესო. რატო და ეხლა ვიოდა გზაში გეტყვიო. ხო გითხარით რა, უაჭველი ვიღაცა გაიგებდა რომელიღაცა ბოსი მაღაზია და ან მოკლავდნენ, ან კიდე მოუნდებოდათ ის ფული რაც ვიშოვეთ და ესე იგი ედიმ გაიგო რა და უნდაო 60,000-იო. ხო და ანუ არა გვაქვს რა მაგდენი ფული, იმიტომ რომ მე მგონი დახარჯეს უკვე და იმ აზიელისთვის მე მგონი არც მიუციათ ეგ საკმარისი, ანუ რაც ხომ დაებრუნებიათ რაღაცა თანხა და არ მივეცით ესე რომ ვთქვათ. ხო და ეგ არის და ეგ რა, ცუდად არის საქმე ხა ჩვენი ძალიან. ალბათ მოგვიწევს რომ კიდე რაღაცა გავაკეთოთ ცუდი იმისათვის რომ ფული ვიშოვოთ და მერე მაგას გადავუხადოთ, მაგრამ ეგ კიდე როგორ წავა, კაცმა არ იცის. ერთი ვხვდე ხა. იმედია რომ ვიდეო მოგეწონა, თუ მოგეწონა დალაიქეთ და გამოიწერთ არხი, ჩვენ კიდე ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით.